შავი პარასკევიც გათენდა. მილიონობით მომხმარებელი შემოვარდა თქვენს ონლაინ მაღაზიაში, რათა გაეცნოს ფასდაკლებებს და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქცია იაფად. სჭირდება ეს მას თუ არა. ამ დროს კი ჩვენი მონაცემთა ბაზა იწყებს უსაშველოდ ჭედვას. შედეგად მომხმარებელი კარგად გამოგლანზღავთ და გაქანდება კონკურენტებთან. მოდით განვიხილოთ პირობა. არსებობს კომპანია. მათ აქვთ ონლაინ მაღაზია, კლასიკური e-commerce ბიზნესი. ინფრასტრუქტურის არქიტექტურა თითქოს სწორადაა ორგანიზებული. EC2 ინსტანსები მუშაობს application load balancer-ის უკან. Auto-scaling ჯგუფები გადანაწილებულია რამდენიმე ხელმისაწვდომობის ზონაზე. მასშტაბირება დაკონფიგურებულია CPU-ს მიხედვით. ყველაფერი ლამაზად ჩანს თითქოს. მაგრამ არსებობს ერთი კრიტიკული პრობლემა. მთელი ტრანზაქციული ლოგიკა. ყველა შეკვეთა, ყველა გადახდა, შესყიდვების მთელი ისტორია ინახება MySQL ბაზაში. ეს ბაზა კი გაშლილია მხოლოდ ერთ EC2 ინსტანსზე. მართალია ეს ინსტანსი მძლავრია, მაგრამ ის ერთია. შედეგად, როცა დატვირთვა არაპროგნოზირება და იზრდება, ბაზა იწყებს კრიტიკულად შენელებას და ჭედვას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. აპლიკაცია ამუშავებს გაცილებით მეტ კითხვითი ტიპის ოპერაციას, ვიდრე ჩაწერის ტრანზაქციას. მაგალითად, მომხმარებლები ათვალიერებენ კატალოგებს, უყურებენ პროდუქტებს, ადარებენ ფასებს და მხოლოდ შემდეგ ანხორციელებენ შესყიდვებს. ამიტომ კომპანიას სჭირდება სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილება, რომელიც ავტომატურად მასშტაბილდება არაპროგნოზირებადი კითხვითი დატვირთვებისთვის და ამავე დროს უზრუნველყოფს მაღალ ხელმისაწვდომობას, high availability-ს. კარგი, ვნახოთ რა ვარიანტებს გთავაზობენ არქიტექტორები. ვარიანტი A. გამოიყენეთ Amazon Redshift-ი ერთი მთავარი კვანძით გამოთვლითი ფუნქციონალისთვის. ვარიანტი B. გამოიყენეთ Amazon RDS Single AZ განლაგებით. დააკონფიგურეთ Amazon RDS read ტიპის ინსტანსების დამატება სხვა ხელმისაწვდომობის ზონაში. ვარიანტი C. გამოიყენეთ Amazon Aurora Multi AZ განლაგებით. დააკონფიგურეთ Aurora Auto Scaling-ი Aurora რეპლიკების ფუნქციონალით. ვარიანტი D. გამოიყენეთ Amazon Elasticache Memcache-ით EC2 Spot ინსტანსების გამოყენებით. აბა რას ფიქრობთ? რომელ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას აირჩევდით? დაწერეთ კომენტარებში თქვენი ვარიანტი A, B, C ან D. მოსაფიქრებლად ჩვეულებრივ გაქვთ 18 წამი. დავითხოვთ ვარიანტი D-ი, Elasticache Memcache-ით, Spot ინსტანსებით. მას თუ რა ჟღერს, ქეშირება აჩქარებს კითხვით ოპერაციებს. Spot ინსტანსები კი მნიშვნელოვნად ზოგავს ფულს. მაგრამ აქ ორი კრიტიკული შეცდომაა დაშვებული. პირველი, როგორც ვიცით, AWS შეუძლია Spot ინსტანსები წაიღოს დროის ნებისმიერ მომენტში, მხოლოდ ორთუთიანი წინასწარი გაფრთხილებით. ქეშისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაღალი ხელმისაწვდომობა, ეს კატასტროფაა. მეორე, Elasticache არის ქეშირების სერვისი და არა მონაცემთა ბაზა. ის ვერ ჩაანაცვლებს MySQL-ს სრულად. მართალია, მას შეუძლია დააჩქაროს ხშირად მოთხოვნილი მონაცემების ამოკითხვა, მაგრამ ტრანზაქციები, თანმიმდევრულობა, ACD, ეს ყველაფერი კვლავ ბაზაზეა დამოკიდებული. და რაც მთავარია, ქეში არ წყვეტს თავად მონაცემთა ბაზის მასშტაბირების პრობლემას. ვარიანტი D. მცდარია. ვარიანტი A. Amazon Redshift ერთი მთავარი კვანძით. ზოგადად Redshift-ი მძლავრი სერვისია, მაგრამ ის OLAP სისტემაა, ანალიტიკური მონაცემების საწყობი. ის შექმნილია ტერაბაიტობით მონაცემებზე რთული ანალიტიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ კი გვაქვს e-commerce ტიპის პროექტი, ანუ ტრანზაქციული ტიპის დატვირთვა, OLTP. სწრაფი მოთხოვნები, მაგალითად როგორებიცაა აჩვენე პროდუქტი, დაამატე კალათაში, გააფორმე შეკვეთა. Redshift სერვისი უბრალოდ არ არის ამისთვის შექმნილი. გარდა ამისა გამოყოფილია მხოლოდ ერთი კვანძი. სად არის მაღალი ხელმისაწვდომობა, სად არის ავტომატური მასშტაბირება წაკითხვის ტიპის დატვირთვისთვის, არსადაც არაა. Redshift შესანიშნავი ინსტრუმენტია, მაგრამ არა ამ საქმისთვის. ვარიანტი A. არ გვაწყობს. ვარიანტი B. Amazon RDS Single AZ განლაგებით და წაკითხვის რეპლიკებით. ეს ვარიანტი უფრო საინტერესოც ჩანს. RDS არის მართული MySQL-ი. წაკითხვის რეპლიკები ზუსტად ისაა, რაც საჭიროა წაკითხვის დატვირთვების მასშტაბირებისთვის.
მაგრამ მოცემულობაში გვაქვს single AZ განლაგება, ანუ ერთი ხელმისაწვდომობის ზონა. თუ ეს ზონა დაეცა და ამის ალბათობა ნულოვანი არ არის, თქვენი მაღაზიაც მასთან ერთად დაეცემა. აქაც არანაირი მაღალი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის. დიახ, იქ ნახსენებია რეპლიკებით სხვა ხელმისაწვდომობის ზონებში, მაგრამ თავად primary instance, მთავარი ჩამწერი ინსტანსი ერთ ზონაშია. ასევე რეპლიკების ავტომატური მასშტაბირება არ არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად მოგიწევთ მათი ხელით დამატება. ვარიანტი B, ახლოსაა, მაგრამ მაინც არ ვარგა. გამოდის, რომ სწორი პასუხია C. Amazon Aurora multi-AZ განლაგებით და ავტომასშტაბირებით. ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ, თუ რატომ არის ეს სწორი გადაწყვეტილება. პირველი, წარმატება. Aurora არ არის უბრალოდ სტანდარტული MySQL. ეს არის MySQL, რომელიც სპეციალურად გადაწერილია ღრუბლისთვის. AWS გვარწმუნებს, მას აქვს 5-ჯერ გაუმჯობესებული წარმატება სტანდარტულ MySQL-თან შედარებით RDS-ზე. მაღალდატვირთული e-commerce პროექტებისთვის კი ეს კრიტიკულია. მეორე, თავსებადობა. კომპანიას აქვს MySQL. Aurora სრულად თავსებადია MySQL-თან. შესაბამისად, მიგრაცია შედარებით უნტკივნეულოდ ჩაივლის და არ იქნება აპლიკაციის გადაწერის საჭიროება. მესამე, შეიძლება ითქვას, რომ multi-AZ უტოლდება მაღალ ხელმისაწვდომობას. მონაცემები ავტომატურად რეპლიცირდება 6 სხვადასხვა ასლში 3 ხელმისაწვდომობის ზონაში. თუ ერთი ზონა დავარდა, სისტემა ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე ავტომატურ failovers, ანუ გადართვას, სჭირდება წამები და არა წუთები. მეოთხე, Aurora Autoscaling, მთავარი კომპონენტია. Aurora რეპლიკას შეუძლია ავტომატურად დამასშტაბილდეს დატვირთვის და მიხედვით. თუ იქნა წაკითხვის მოთხოვნებზე მკვეთრი ზრდა, Aurora თავად დაამატებს რეპლიკებს. ხოლო როდესაც დატვირთვა მოიკლებს, რეპლიკებიც ავტომატურად შემცირდება. გახსოვს ამოცანის პირობა. არაპროგნოზირებადი კითხვითი ტიპის დატვირთვა. Aurora Autoscaling ფუნქციონალით ზუსტად ამისთვისაა შექმნილი. მეხუთე, Aurora-ს არქიტექტურა. Aurora-ში storage კომპონენტი განცალკევებულია compute კომპონენტისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ წაკითხვის რეპლიკების დამატება არ საჭიროებს მონაცემების კოპირებას. ისინი ყველა მუშაობენ ერთ განაწილებულ საცავთან. ასევე მასშტაბირება ხდება წუთებში და არა საათების განმავლობაში. ასე რომ დაიმახსოვრეთ შემდეგი საკვანძო მომენტები. Redshift-ი განკუთვნილია ანალიტიკისთვის OLAP და არა ტრანზაქციებისთვის OLTP. Elasticache ქეშირება განიხილება როგორც ბაზისთვის დამატებებითი ფუნქციონალი და არა შემცვლელი. RDS single AZ-ს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი ხელმისაწვდომობა. Aurora multi-AZ auto-scaling-ით სრული გადაწყვეტილებაა მასშტაბირებადი e-commerce პროექტებისთვის. თუ ეს ვიდეო თქვენთვის სასარგებლო იყო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. შემდეგ ეპიზოდში კი განვიხილავთ კიდევ ერთ არქიტექტურულ თავსატეხს, რეალური AWS გამოცდიდან. შეხვედრამდე, ვედრამდე.